სისხლის სამართლის კოდექსში რომ წერია, რომ ჩვენ გადაიღოთ ანტიტრალები მოწმედ არის. ამის განსახორციელებლად, რომელიც საფრთხის კოდექსში გიწერიათ. რა ღონისძიებები გაატარეთ, ან ეცადეთ საერთოდ რამეს რო ეს გაგეკეთებინათ, შეგესრულებინათ საფრთხის კოდექსის მოთხოვნა. ხოთ გადაერთონში. ხო, რადგან ის სამართლის სისტემი არ წერია. ააცეთ სამართლის სისტემი არ წერია. წაგიკითხო. წაგიკითხო. ეს წაგიკითხო 72 და წაგიკითხო. კიცებულება ასევე დაუშვებელია თუ იგი მოპოვებულია ამ კოდექსის დადგენილი წესების დაცვით, მაგრამ უარყოფილი არ არის გონებული ეჭვი მისი შესაძლო გამოცვლის, მისი ნიშანმწოდების ასეთი შეცვლის, ან მასზე დარჩენილი კვარის ასეთი გაქრობის შესახებ. და ამიტომ სულ კითხვას, ქონდა თუ არა ეს პოლიციას საშუალო უიკითხა, დასკვნითი კი არა, ეს მოვა. ციტატი ვაიცებია, მოდი კარგად გადავხედოთ, სულისკვეთება სასა კოდექსშია. დამშვიდეს ციტირებას რასაც აკეთებ პირდაპირ იქ არწენიმა შინაარსობრივად გასაგებია მაგრამ ანუ რა მე მგონია გონიერი ადამიანები ვარ და სულისკვეთება და შინაარსი აქ ეს თქოსე სიტყვები გასაშრობად არ დაწერია კოდექსში ხო? რატო არ გადაიღო ვიდეოს მინდა მარტო კი, ქონდა თუ არა საშუალება რომ ისე განაღვიძახოს რომ ჩვენ ადგილზე ეს პროფესიონალები ვართ რომ ნაწილდებით რატო არ გადააწყვეტს ისე რომ აი კოდექსის წესების დაცვით მოგეპოვები და ადამიანურ რესურსი არ ქონდა. რესურსი არ ქონდა. ასაგე 6 პოლიციელი ორკას ვერჩლებთ ისე რომ სამართლის კოდექსის მუხლების დაცვით მოიგო კიცებულება. ამას ეძახით მე რესურსი არ ქონდა. 6 პოლიციას ასუს 6 ცეცხლსასროლი იარაღი, ხელბორკილებით და პოლიციების კანონიერი მოთხოვით შეიარაღებული 6 კაცი ისე ვერჩლებთ ორკას რომ ვიდეო გადაიღოთ. გასაგებია